შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თაღლითური სქემა გამოავლინეს და ჯგუფურად ჩადენილი სხვისი ნივთის დაზიანების, ასევე თაღლითობის მცდელობის ფაქტებზე ორი პირი დააკავეს. გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულებმა სადაზღვევო კომპანიებისგან და ავტომობილების მძღოლებისგან, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებისგან დიდი ოდენობით მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით თაღლითური სქემა შეიმუშავეს. ბრალდებულები წინასწარ შერჩეულ ადგილებში მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების გამოყენებით ავტოსაგზაო შეჯახებების პროვოცირებას ახდენდნენ. შემდეგ კი ავტომობილების დამზღვევი კომპანიებისგან დიდი ოდენობით თანხებს იღებდნენ. მოპოვებული ინფორმაციით ბრალდებულები მსგავსი სახის რამდენიმე ათეულ ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტში მონაწილეობენ. საქართველოს პროკურატურამ ორ პირს ბრალდება უკვე წარუდგინა და დანაშაულების 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თავში ბრალდებულებმა ფინანსური სარგებლის მოტყუებით მიღების მიზნით მათივე სარგებლობაში არსებული ავტომობილი განზრახ შეაჯახეს დაზარალებულის ავტომობილს, რითიც მას 2300 ლარის ზიანი მიაყენეს. აღნიშნული ქმედებით ბრალდებულებმა ხელოვნურად შექმნეს ვითარება, რომლის მიხედვითაც თითქოს და საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა დაზარალებულის ბრალეულობით იყო გამოწვეული. მიზანი იყო მიიღოთ მატერიალური სარგებელი როგორც სადაზღვევო კომპანიისგან, ასევე ინციდენტში ჩართული პირებისგან. იდენტიფიცირებული ათობით ფაქტი, დაკავებულია ორი პირი. ასევე მიმდინარეობს კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები სქემაში ჩართული სხვა პირების იდენტიფიცირებისა და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაში მიცემის მიზნით.